ბაია მარგიშვილს აკავებენ. ბაია გითხარი რამე სანამ ბოლომდე ვიბძვი, აუცილებლად გავიმარჯვეთ. კი ბატონო, თქვენ უსმენდით ბაია მარგიშვილს, ეს არის სამოქალაქო აქტივისტი. მე არ ვცნობ მათ მოსამართლედ და იმიტომ დამატოვებინეს დარბაზი, რომ დემონსტრაცია გავაკეთე, ანუ ვაჩვენე როგორ გადაგვახია კობახიძემ კონსტიტუცია და წინ დავუხე ჩემი საქმის მასალები და უთხრა რომ ეს წარმოედგინა რომ კონსტიტუცია იყო, აი ესე დაგვახიეს და ამიტომ მე ვერ ხვდებოდი აქ რატო ვიმყოფებოდი საერთოდ. ანუ რა საჭირო იყო, როდესაც კონსტიტუცია უკვე თავზე გვაქვს გადახეული, რა სამართალზე ახლა როგორც იურისტად არ მესმის სიმართლე რომ გითხრათ. დიდი ალბათობით შეგიფარდებენ პატიმრობისგან. კი, მე ამას ველოდი კიდევაც და თქვი რომ ცეკვავენ გამიშვას თქვა, ასე რომ კი ბატონო. 100%-იანი თანაგზნობა. პროსტატის მონაწილეების მიმართ. თვითონ რა რეაქცია ქონდა, როდესაც საქმის მასალები დახიეთ? არ მოეწონა ეგრევე მანდატური გამოიძახა, აქ უნდა აღვნიშნო რომ იმ მანდატურს ჩემზე არ უძალადია, ძალიან საყოველად ვითხარი რომ მეთქი ავიღებ იმებს და გავდა კი არ არის პრობლემაა და გავედ. მე კიდე შემოვარდნე რამდენიმე, მაგრამ ისე გავიარე, არავის არაფერი არ უკითხავს, ასე რომ მანდატურების ძალადობას გადავურჩი. პატიმრობის შემდეგ თუ გავგზავნოთ ყოველდღიურად. რა თქმა უნდა და ისევ გადავკეტავ. ცეკვავამ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა გზის გადაკეტვის ბრალდებით. ბაია მარგიშვილი და გავეს ბაია მარგიშვილი.